ყოველთვის, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურს ირგებ, პრივილეგირებული ხარ. მინდა რომ ხვიჩასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვა დაგისვათ. მისი თამაშის სტილი თქვენსას რაიმეთი ხომ არ გავს? მე უკეთესი ვარ. დიდი სიამოვნებაა თქვენთან საუბარი, ეს ჩემთვის დიდი პატივია. გადავალ პირდაპირ ახალ ამბავზე, რომელიც ნიუკასლ იუნაიტედს ეხება. თქვენი ყოფნის პერიოდში დასანანია, მაგრამ კლუბმა პრემიერ ლიგის მოგება ვერ მოახერხა. ორჯერ სეზონი მანჩესტერ იუნაიტედის შემდგომ მეორე პოზიციაზე დაამთავრეთ. როგორ იხსენებთ იმ პერიოდს და როგორ მოახერხეთ, რომ ინგლისურ ფეხბურთს ასე ორგანულად შეგუებოდით? სეზონის დასასრული ძალიან გულდასაწყვეტი იყო. რადგან მშვენიერი სეზონი გვქონდა. გამრთობებს გვეძახდნენ. სეზონის პირველ ნაწილში დიდებულად გამოვდიოდით. ვერთობოდით გოლების გატანით. ვიგებდით მატჩებს და რაღაც მომენტში მეორე ადგილოსნებს 12 ქულით ვუსწრებდით. ამის გამო კიდევ უფრო მეტად გაგვიცრუდა იმედები. რადგან ბოლოს მან იუნაიტედმა 3 ქულით გაგვისწრო და მეორეზე გავედით. ამის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე მატჩში საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. მახსენდება ლივერპულთან თამაში, როდესაც ენფილდზე 3-4 წავაგეთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო შინ მან იუნაიტედთან 1-0 მარცხი. ამ მატჩებში დავკარგეთ მომენტუმი, რომელიც მანამდე გვქონდა და შესაბამისად თავად სეზონი ბრწყინვალე იყო. მცირე ხნის წინ ნიუკასლის კარგახნიანი საათასო მოლოდინი დასრულდა. რა შეგრძნებები ახლდა თქვენთვის როგორც ადამიანს, რომელიც ასე ახლოს იყო თასთან კლუბის ბრწყინვალე სეზონის განმავლობაში, იმის ხილვა, რომ მათ თასის აღმართვა საბოლოოდ მაინც შეძლეს? ეს შვება იყო. თუმცა არა ჩემთვის. შვება გახლდათ კომაგებისთვის, რადგან მათი ნაწილი ჯერ კიდევ მაშინ იდგა ტრიბუნებზე, როდესაც ნიუკასლში მე ვთამაშობდი და მას მერე თასს ელოდნენ. ისინი ყველა საშინაო მატჩს ესწრებიან და ნიუკასლ იუნაიტედს გულშემატკივრობენ. ამიტომ ვემბლიზე გუნდის მიერ თასის აღმართვის ხილვა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან მოლოდინი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა და შესაბამისად მას სიხარულიც დიდი მოჰყვა. თუმცა იმედი მაქვს, ეს არ იქნება ბოლო თასი და ნიუკასლ იუნაიტედისთვის ახალი ეპოქის დასაწყისის საწინდარი გახდება. PSG-ში 25 წლის ასაკში, ნიუკასლში კი 29 წლის ასაკში გადახვედით. ეს ის ასაკია, რომელიც დიდი ტრანსფერებისთვის დღესდღეობით დაგვიანებული ჩანს. როგორ ფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთი უფრო მეტად სასტიკი და მოუთმენელი ხომ არ გახდა ახალგაზრდების მიმართ და შედეგად მათი ტალანტის სათანადო განვრცობა ვეღარ ესწრება? ეს ძალიან კარგი შეკითხვაა ორივე მხრივ. ახალგაზრდები ძალიან სწრაფად გამოდიან სცენაზე. ზაირ ემერი, როდესაც გამოჩნდა პარიზში, სულ რაღაც 16 წლის იყო. დესირე დუე 19-ისაა. ყავს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც ისე თამაშობენ თითქოს 28, 29 და 30 წლისები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მანამდე აკადემიები ძალიან კარგად მუშაობენ. ნაადრევია? არა მგონია. ფიქრობ, ეს დღეს ლოგიკურია. ჩემს პერიოდში ყველაფერი სხვაგვარად იყო. საკმაოდ გვიანი ხსნებოდი ბოლომდე, რადგან სანამ საზღვარგარეთ წახვიდოდი, ჯერ შენს ქვეყანაში უნდა დაგემტკიცებინა, რომ საკმაოდ კარგი იყავი. მაშინ არ არსებობდა ბოსმანის წესი. ახლა კი ბოსმანის წესის დამსახურებით ფეხბურთი აბსოლუტურად განსხვავებულია. ფიქრობ, ეს საქმეს ართულებს ყველასთვის. კონკურენცია ძალიან მაღალია. ხოლო რაც შეეხება ტალანტების გამოჩენას ფეხბურთში, ეს უფრო მეტად ტაქტიკური ხასიათის გახდა. რადგან ყავს ისეთი მწვრთნელები, როგორიცაა მაგალითად პეპ გვარდიოლა. ის სათამაშო სტილს ქმნის. ყველა სხვა მწვრთნელი კი ცდილობს, რომ მას მიხვეს და ასეთივე ფეხბურთი ითამაშოს. მეკარიდან მოყოლებული შეტევას პასებით იწყებენ მცველები და წინ მიიწევენ, რითაც თავიანთ თამაშს აწყობენ. თუმცა თუ ავიღებთ პარიზის შემთხვევას,
Man City-ს, ან Liverpool-სა და სხვა დიდ გუნდებს, მათი შემადგენლობის დონის გათვალისწინებით, ასეთი თამაში შეუძლებელია. მაშინ, როდესაც უფრო პატარა გუნდი ყავს, შედარებით სუსტი მოთამაშეებით, უკნიდან თამაშის აწყობა ხანდახან რთულია. რადგან ყველა მოთამაშე ბურთით სათანადოდ კარგად ვერ მოქმედებს. ყველა მწვრთნელს უნდა რომ ითამაშოს როგორც პეპ გვარდიოლამ, მაგრამ მათი შემადგენლობით ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. როდესაც ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა და შემდეგ მადრიდის რეალში მივიდა, იქ ყავდა ბენზემა, რონალდო, მოდრიჩი, ტონი კროოსი და სხვა დიდებული მოთამაშეები. ასეთ დროს შეგიძლია უკარნახო მათ თუ რა ტიპის ფეხბურთი გინდა რომ გიჩვენო, რადგან მათ ამის გააზრების და შესრულების შესაძლებლობა აქვთ. და თან ამას სწრაფად ახერხებენ. სწრაფი რეაქცია გააჩნიათ, თუმცა დღესდღეობით ბევრი მოთამაშე ამ სისწრაფეს ვერ ეწევა. ვერ ვიტყვი რომ დღევანდელი ფეხბურთი უფრო რთულია. თუმცა მაგალითად თუ ავიღებთ 25-26 წლის მოთამაშეს მაშინ, მას უკეთეს მოდა ფეხბურთი ვიდრე 17-18-19 წლისას. თუმცა დღეს ისე ჩანს თითქოს 17, 18 და 19 წლის ფეხბურთელებს უკვე ყველაფერი ესმით. უკეთესად ვერც ვიტყოდით. ამ საკითხთან დაკავშირებით უკეთესი გამარტება მე არ მომისმენია. არა და ამ შეკითხვა საკმაოდ ხშირად ვსვამ. ამიტომ მადლობა ასეთი პასუხისთვის. მინდა გადავინაცვლოთ PSG-ზე და 90-იანებზე. 90-იანების შუა პერიოდში გამორჩეული პერიოდი ჰქონდათ. 1995 წელს თქვენ ბარსელონას გამოგდებაც მოახერხეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხა PSG-ს იმ გუნდმა, რომ ევროპულ ფეხბურთში დომინანტურ ძალად დამკვიდრებულიყო და რატომ იყო ეს შეუძლებელი კატარელთა PSG-ში მოსვლამდე? ფიქრობ თქვენ შეკითხვას თავიდანვე უპასუხეთ. დღეს ფეხბურთში მნიშვნელოვანია ფული. ამის თქმა მიმძიმს, მაგრამ რეალობა ასეთია. ჩემს დროს ჩვენი მთავარი სპონსორი Canal Plus იყო, რომელიც კლუბის მთავარი მესაკუთრეც გახლდათ. თუმცა მათი შესაძლებლობები ლიმიტირებული იყო და რაღაც ზღვარს ვეღარ სცდებოდნენ. შესაბამისად მოახერხეს, რომ კლუბი აეშენებინათ ჟორჟ ვეას, რაი სუზას, ოლივეირას, ბალდოს, ბერნარ ლამას და ჩემი ირგვლივ. შესაბამისად, ჩვენ 92-95 წლებში საკმაოდ სტაბილურად ვასპარეზობდით. ამ პერიოდში სამჯერ ვითამაშეთ UEFA-ს თასზე, თასების მფლობელთა თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე. რა დროშიც სამჯერ მოვახერხეთ ნახევარფინალში გასვლა. შევძელით, რომ გუნდი იმ სტანდარტზე აგვეყვანა, რომლითაც თამაში გვსურდა. დაწყებული პირველი მატჩიდან ნეაპოლში, სადაც ნაპოლის ვძლიეთ, ჩვენი მიზანი იყო პარი სენ-ჟერმენი გაგვეცნო ევროპული და მსოფლიო ფეხბურთისთვის. ჩვენ სწორედ ეს შევძელით, თუმცა შემდეგ მათ თასების მფლობელთა თასი მოიგეს 96-ში. რის შემდეგაც რთული პერიოდი დაიწყო, რადგან სპორტში უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა ფული. ერთი მხრივ გაძლიერდა ინგლისური ფეხბურთი, მეორე მხრივ კი ესპანეთში გააქტიურდნენ მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ვალენსია. იტალიური ფეხბურთი შედარებით დაღმასვლაზე იყო, რადგან პრობლემები ჰქონდათ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარიზს, მაშინ მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ შეგვეძლო პარიზი ისეთ დონეზე აგვეყვანა, რომელზეც მანამდე არასოდეს ყოფილა. თუმცა მერე მოხდა ის, რაც ბევრჯერ მომხდარა ფრანგულ ფეხბურთში. წარმატებას სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია. ამას დაემატა სახელმწიფოს გადაწყვეტილებები. საფრანგეთში კი კლუბების მიმართ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მიდგომები არსებობს. თუ სათანადო გადაწყვეტილებები არ მიიღება, შედეგები მხოლოდ მინდორზე დამოკიდებული ვერ იქნება. მინდორს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები ხდის კლუბს უფრო დიდს. თქვენ შეკითხვას ამიტომაც უპასუხეთ თავად. როდესაც QSI და 2011-ში მათი მოსვლა ახსენეთ. მაშინ კლუბში დიდი ფული ჩადეს. თუმცა ამას წარმატება მალევე არ მოუტანია. ცხადია, საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეს, რადგან ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავდათ. მაგრამ როდესაც ევროპულ სცენაზე გავიდნენ, საქმე გაურთულდათ. ვინაიდან იქ ხვდებოდნენ მათსავე დიდი ბიუჯეტის მქონე კლუბებს. საბოლოოდ 2-3 წლის წინ
გაიაზრეს, რომ ნეიმარის, მესის, მბაპეს, იბრაჰიმოვიჩის, ბექემის და სხვა დიდი სახელების მოყვანა ავტომატურად არნიშნავს, რომ ამას შედეგებიც მოჰყვება. ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ მენტალიტეტი შეიცვალა. პარიზელებმა გააცნობიერეს, რომ ლუის ენრიკეს ფილოსოფიითა და ფეხბურთის ხედვით კლუბის აშენება შეუძლიათ. ახლა სწორედ ამას ვუყურებთ. კვარაცხელიას შეძენა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაა. ადრეც ბევრჯერ მithქვამს და ასტონ ვილას წინააღმდეგ თამაშის დროსაც გავიმეორე, რომ პირველ რიგში ის საოცარი ფეხბურთელია. და ამასთანავე კლუბთან ადაპტირებამ ყისიერად შეძლო. პროგრესისა და მომავალზე გათვლის კუთხით უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში ის PSG-ს საუკეთესო შენაძენია. ახლა გუნდს ყავს მოთამაშეები, რომლებიც მომავლისკენ იყურებიან. ჟოაო ნევეში, ვიტინია, ზაირ ემერი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია, დეზირე დუე, ჰაკიმი, ნუნუ მენდეში. ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები PSG-ს წარმატებას მოუტანენ. მათ შორის სუპერ ვარსკვლავები არ არიან, თუმცა ეს მოთამაშეები გუნდს კრავენ და გუნდისთვის ირჯებიან. ამჟამად პარიზელები გუნდის შთაბეჭდილებას ქმნიან. შესანიშნავია. მინდა რომ ხვიჩასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვა დაგისვათ. მისი თამაშის სტილი თქვენსას რაიმეთი ხომ არ ჰგავს? მე უკეთესი ვარ. მაგრამ ხვდები, რასაც გულისხმობ. სტილი, ინტელექტი. როდესაც ბურთს იღებს, მეტოქეებისკენ მიიწევს და მცველებს არ უშინდება. ზუსტად ვიცი, რასაც გულისხმობ. მას ყოველთვის რაღაცის შექმნა და გოლის გატანა სურს. მოედნის უკანასკნელ მესამედზე ის მეტოქეებს პრობლემებს უქმნის. მასთან დაკავშირებით სწორედ ეს მომწონს. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება. თავისი ტალანტის წყალობით პრობლემურ სიტუაციებს ის ყოველთვის თავს აღწევს. მეორე ტაიმში ერთი დიდებული ეპიზოდი იყო, როდესაც მან მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო. მეტოქეს ფეხებს შუა გაუძვრინა და მყისიერად წინ გაიჭრა. ის ჩქარია. მოვლენებზე სწრაფად რეაგირებს და თანამედროვე ფეხბურთელია. ის ნამდვილი თანამედროვე მოთამაშეა და არასოდეს ნებდება. ეს მას სახეზეც ეთყობა. ძალიან მესიამოვნა, როდესაც შეხვედრის დასასრულს მან მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო, რადგან მან ეს დაიმსახურა. დეზირე დუეც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მან ეს დაიმსახურა. ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში ის კლუბის სარეკლამო სახე გახდება. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ ცოტა დრო გაატარეთ, რომელიც ხშირად წინააღმდეგობრივი მოვლენებით იყო დატვირთული. განსაკუთრებით 10 გარდაცვლილ მწვრთნელთან, ჟერარ ულიესთან ჰქონდათ არასახერბიელო ურთიერთობა. მსგავსი დაძაბულობები საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის არც ახლაა უცხო. თქვენი აზრით ამის მიზეზი რა არის? მედიის წნეხი, გუნდის დინამიკა თუ რაიმე კულტურული საკითხი? ყველას გვახსოვს თუ რა მოხდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, როდესაც რაიმონ დომენეკთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები არსებობდა და მსგავსი პრობლემები თავს გამუდმებით იჩენს. ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს. არ ვიცი, რომელი უფრო ზედმიწევნით უპასუხებს შენს კითხვას. რასაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ვხედავ, პატრიოტიზმის ნაკლებობაა. მაისური, დროშა, ჰიმნი და ყველაფერი, რაც დროშას უკავშირდება, არასწორად არის აღქმული. ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ მისით უნდა ვიამაყოთ. ამის ნაკლებობას ვხედავ და მინდა რომ ეს მეტად ვიხილო. ბევრ სხვა ქვეყანაში ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება ყველაზე აღმატებული მოვლენაა. შენ მთელ ქვეყანასა და იმ ადამიანებს წარმოადგენ, რომლებიც საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ოცნების რეალობად ქცევა ვერ შეძლეს. მარტივად რომ ვთქვათ, შენ საფრანგეთში მცხოვრები 66 მილიონი ადამიანი უნდა წარმოადგინო. თუ შენ ფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში ასპარეზობა ერთი და იგივეა, ცდები, რადგან, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურს ირგებ, შენი ქვეყნისთვის იბრძვი.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრების უმრავლესობა საზღვარგარეთ თამაშობს. ისინი ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში ასპარეზობენ. საფრანგეთში მხოლოდ რამდენიმე მათგანი თამაშობს. როდესაც ეროვნულ ლიგაში მოღვაწეობ, უფრო მარტივია იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში. თუმცა, როდესაც მადრიდში, ბარსელონაში ან ინგლისში თამაშობ, შენ იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებით ხარ გარშემორტყმული და იმის აღქმას კარგავ, თუ რას წარმოადგენს შენი ქვეყანა. ჩემი აზრით, ეროვნულ ნაკრებში თამაშს არაფერი სჯობს. ამაზე უკეთეს ვერაფერს წარმოიდგენ. შენ საკუთარი თავი უნდა დაივიწყო და მხოლოდ იმ ხალხზე იფიქრო, რომლებიც ტრიბუნებზე იმყოფებიან და ტელევიზორს უყურებენ. ჩვენ ეროვნული სიამაყე გვჭირდება. შენი ქვეყნით უნდა იამაყო. ეს არ ნიშნავს მუდმივად ხაზი გადაუსვა იმას, რომ ფრანგი ხარ. თუმცა ზოგჯერ ეს კარგია. შენ ქართველი ხარ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. თქვენ ამაყები ხართ? საფრანგეთში ზოგიერთი ადამიანი ისე ამბობს, რომ ფრანგია თითქოს ეს სამარცხვინოა. წინა ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პლეი-ოფის ეტაპს იმის გამო მიაღწია, რომ ქართველები საკუთარი ქვეყნის წარმოდგენით ამაყობდნენ. ნამდვილად ასეა. ეს პრივილეგიაა. ყოველთვის, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურს ირგებ, პრივილეგირებული ხარ. ამ პრივილეგიას შენი პერფორმანსი გაძლევს. ეს პერფორმანსი ეროვნულ ნაკრებსაც უნდა შესთავაზო, რათა ის დიდებულად აქციო. ისინი კარგად გაისარჯნენ. 2018 წელს მათ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. ახლაც დიდებულად გამოიყურებიან, თუმცა ამ პრობლემებს ზოგადი სიტუაცია ქმნის. ჩვენ საკმაოდ რთული ხალხი ვართ და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ჩახლა რთული ვითარებაა. საფრანგეთში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არც ისე სწორხაზოვანია. წესით სიტუაცია უფრო მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ასე არაა. გასაგებია, 1999 წელს იოჰან კრუიფმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გიწოდათ. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშისა და მოაზროვნისგან ეს ბრწყინვალე კომპლიმენტია. იმ პერიოდში გრძნობდით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების შესაბამის დონეზე ასპარეზობდით? ჩემი აზრით, 98-99 წლების სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მაშინ 32 წლის ვიყავი. თამაშის არსი ბევრად უკეთესად მესმოდა, ვიდრე 20 წლის ასაკში. ფიზიკური და ტაქტიკური მომზადებისთვის ბევრს ვშრომობდი. ფეხები კარგ ფორმაში მქონდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ტრავმაც კი არ მიმიღია. სტაბილურად ვასპარეზობდი და იმას ვაკეთებდი, რაშიც კარგი ვიყავი. მეტოქეებს ვუტევდი, სრულ მოძრაობებს ვაკეთებდი. გოლები გამქონდა, საგოლე გადაცემებს ვასრულებდი და მცველებს პრობლემებს ვუქმნიდი. ჩემი აზრით, ესაა საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც შეიძლება მიმეღო ადამიანისგან, ვისი პოსტერიც 8 წლის ასაკში საძინებლის კედელზე მეკიდა. რა თქმა უნდა, იოჰან კრუიფის პოსტერზე ვსაუბრობ და მრავალი წლის შემდეგ ამ ადამიანმა თქვა, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, რაც საუკეთესო კომპლიმენტს წარმოადგენს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ, კერძოდ კი 1995 წელს, მან ჩემი ბარსელონაში გადაყვანა სცადა. ეს ახალი ეპოქის დასაწყისი გახლდათ. პეპ გვარდიოლამ 2010-2011 წლებში ბარსელონაში თავისი სტილი იმის წყალობით დანერგა, რომ 90-იან წლებში ის კრუიფმა აღზარდა და მან კრუიფის ყველა იდეა თავის სამწვრთნელო სტილში გადმოიტანა. პრინციპში, საქმეც ამაშია. საფრანგეთში მსგავს აღიარებას ვერ მიიღებ. ფრანგები თავიანთ ტალანტებს არ აღიარებენ და ამას ღიად არ ამბობენ. თუ შენ დიდებული ადამიანი ხარ,
პირადად მე ვიტყვი, რომ ეს ქართველი დიდებული პიროვნებაა და ამის თქმასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. საფრანგეთში ადამიანებს სხვისი დიდებულების აღიარება უჭირთ. დიდი მადლობა დავით, თქვენთან საუბარი ჩემთვის დიდი პატივი იყო. ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და ალბათ 1-2 საათსაც ვისაუბრებდით. დიდი მადლობა, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს შემგან მოკითხვა გადაეცი. ნახვამდის.